სალამი ისევ, მეგობრებო, ვაგრძელებ Total War 2-ს გადაღებას. Total War 2-ს რატო ვეძახი? Total War Warhammer 2-ია. 2 ბევრი რაღაცა არის. ხო, აქ გავჩერდი ბოლოს თურნინო დამისრულებინა და ვაცაოთ ყველამ თავის რაღაცა გააკეთოს. და როგორც წესი, აი ეს არის კი. ეს არმია წავა და აიღებს ამას. ამიტომ მე უნდა დავასწრო, უნდა დაველოდო. მოიცა ჯერამებს გადმოვიყვან 1 2 3. ფენიქსი იქით გადავიდეს, მოდი, არა, პირიქით აქ დარჩეს 2 წამი. ესე და ეს უნდა გადავიდეს ფენიქსი აქეთ. всё, ეხლა გვაქვს ყველაფერი წესრიგში. აქ მოდი ამას ჩავითავ. და ესენი რაღაც ვერ იხილებიან, ამიტომ მოდი ახალს ავიყვან. ხო, აქ ამას გავაძლიერებ, აქ მეტი გროუსი, რა თქმა უნდა. და დავასრულოთ თურნი, ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიზამთ ახალს. აჰა, როგორც ხედავთ, ეს უკვე მიდის აქ. ჩვენც კუჩი მივყვებით, რა თქმა უნდა, ოღონდ ეს მიდის ვაფშე სხვა მხარეს. ეს მიდის მთავარ პროვინციასთან, იმიტომ რომ ჩვენ ამათ ომს გამოუცხადებთ. აი მასტმა უკვე უნდა თავის საქმე გააკეთოს. ეს მიდის ხო აქ. შემდეგ თურნზე კი კაცო მიესწრებს. მე აგერ დავუდგები. ამას ვირთავ რომ უფრო მეტი მეჯიკი მქონდეს, ანუ პოინტები რა. და აქ შეგვიძლია, მოდი ეს გავაძლიეროთ, უფრო მეტი სიძლიერის იქნება ჩვენი შუბოსნები. სასაშენებელი რა გვაქვს აქ? ბევრი რამე ეს იყოს და ეს. რიტუალები ჩაგვერთვა უკვე შეგვიძლია. ეს ვიყიდოთ, მაგრამ არ გვჭირდება ჯერ. ეხლა ესენი გთხოვენ რაღაცეებს და სიმართლე გითხრათ, ამ სამის მეტი არავისგან არაფერი არ მინდა, თუ რა თქმა უნდა, თავის მოწონება არ დამჭირდა, მაგრამ ჯერ არ მინდა. მედი ესენი აიღებენ ამ ციხესიმაგრეს და არა, მადლობა, ჯერ არ მინდა არაფერი. კარგია, ციხესიმაგრეს რო იღებ, ძირითადად დანგრეულს გაკლდება არმიას საკმაოდ. აი როგორც ხედავთ, ესენი იყვნენ სრულ სიცოცხლეზე, მაგრამ უკვე ძალიან დატანჯულ იერსახეს ტოვებენ. ამიტომ ბოდიში მეგობარო, მაგრამ აი იქ არის უკვე ძაღლისთავი დამარხული. ამათ აქვთ Defensive Alliance-ი გამოცხადებული ამათთან, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვინდა, ამიტომ მოდი თქვენ ასე ვიზამ. და როგორც წესი, ვინც უფრო ძლიერია, იმას უჭერენ ხოლმე მხარს, მაგრამ არ ვიცი რა. Defensive Alliance-ი შევკრათ, მოდი ყველასთან. შეგვიძლია მე მილიტარიდაც გადავაკეთოთ, არა პრობლემა, თუ საკმაოდ მოაწონეთ თავი. მაგრამ არ მგონია ეხლა ამას ომი გამოგვიცხადონ ჩვენ, როდესაც ფაქტობრივად ვერაფერს ვერ აკეთებ. ნახოთ. ოკეი. კაი, მოდი ამას აქ მივიყვან. ახლოს. და ავტოზე შეგვიძლია გავუშვათ, მაგრამ კაცი გვიკვდება და კაცი სიკვდილი არ ყოფს, ამიტომ ეხლა განახებთ კიდევ ერთ ექსპლოიტს.
შევიდეთ თამაში. აა კიდევ ერთი ექსპლოიტი არის ის, რაც წინაზე ვახსენე, ჩვენ ყავს life mage, რომელსაც შეუძლია თითქმის ულიმიტოდ მოუმატოს სიცოცხლე ჩვენიანებს. მაგრამ თითქმის ულიმიტოდს რაღაც ცოტა ისე ჟღერს ხო და გეტყვით აუცილებლად რა როგორ ხდება. უps, რაღაც დამიძახეს ბოდიშით. კარგი. აქ რა გვინდა ახლა ჩვენ, როგორც გითხარით, აქ განვალაგებ მე ჩემს არჩერებს ჯერ, იმიტომ რომ high ground-ია, high ground-ი გვაწყობს თუ თავდაცვის მიზნით. და ვიმედოვნებ, რომ შეტევაზე არ გადმოვლენ ესენი ჯერჯერობით მაინც. ტყუილა იმედოვნებ შემოვიყა, ამიტომ მაგ ექსპლოიტს ვეღარ განახებთ. მაგრამ არა უშავს. ბევრი არჩერი ყავს და ამათი წვიმა რო წამოვა, ჩემ ფეხებში ზამე. კაი, ამათ უნდა გვერდის მოვლა და ჩვენი არჩერების ცემა, მოიცა 2 წამი დავაპაუზო. აქ ყველას უნდა გამოვურთო ეს გაქცევის რეჟიმი, თორე მთელი ხაზი დაგვეშლება. ფენიქსი გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა. თქვენ წამოხვალთ უკან, არა, მოიცა 2 წამი. თქვენ წამოხვალთ წინ. თქვენ უკან განმოხვალთ და ჩემი მეიჯი, რომელიც ძალიან შორსაა, შეიძლება რომ სიცოცხლე მოგიმატოთ. ნუ სიცოცხლეს უმატებს, მაგრამ მკვდარს ვერა ცოცხლებს, ახლა ეგეც თავისი ლიმიტი არის. აი აქ უბრალოდ აქეთ იქით ვირბენ, რომ ესენი უკან გავყარო და ხელი შეუშალო. ზომერი არც უნდა. დანარჩენი უბრალოდ დროის საკითხია. და უნდა გამოვიდეთ და ოპა, ეს არ გვაწყობს მეგობრებო. ეს ცუდია. კაი გავყარეთ მაინც. და всё. ეხლა არის თქმაც მინდოდა ექსპლოიტთან დაკავშირებით არის, რომ თუ სიტყვაზე ფენიქს მიუშვებ წინ და ეს სიცოცხლე დააკლდება, უბრალოდ დაუგდებ და ბოლომდე გახილავს რა. იმიტომ რომ ერთი კაცია და მკვდრით აღდგენა აღარ მოუწევს და ამ გახილვით შეგვიძლია რომ დავახარჯინოთ ამუნიცია მთლიანად. ანუ მეისრებს ვასროლინოთ ჩვენი ფენიქსისთვის, ეს ფენიქსი შეძლებს დაგვარდა აიცილებს და ბოლოს გაიხილება. და ჩათვალეთ ყველა ენემი ბრძოლობს მეისრების გარშე რა. ეგ თავისი ექსპლოიტია, მაგას მომავალში გამოვიყენებ, როცა საშუალება შემექმნება. აქ ერთი ვინი. და იყოს ეს. Вообще ამით ჯობდა შემეტია, იმიტომ რომ ხა დიან შეიძლება ვერ წავიყვან ვერსად. აი შეგვიძლია ავაშენოთ უკვე ამათი დაპყრობილი და მეტი ამუნიცია მეისრებს. რაც შეეხება ჩვენს ექსპლოიტს, რომელიც წინა ბოდიში მეგობრებო, რას აკეთებ? რატო არ უტევ? რა დაგიშავა? რაც წინა სერიაში გამოვიყენეთ, ჩვენი metal mage, რომელსაც თავისი overpowered ability აქვს. ესეთ ციხესიმაგრეებზე, მაგრამ აქ უკვე თუ დააკვირდებით, ტაუერები ისე განლაგებული, რომ რთულია დაიმალოთ ან რა. Bim bam boom.
40 გვაქვს საწყისად, ძალიან ბევრია უკვე. სად ვართ ჩვენ? აგერა ვართ start deployment. ესენი უნდა დავმალოთ ტყეში. როგორც ხარ ჰიდენ აწერია უკვე თუ ტყეში ხარ. და თქვენ უნდა დადგეთ დაახლოებით აქეთ მხარეს რომ მეისრეებისგან წამოსული რაღაცები აიცილოთ ცოტა შეიძლება საქმე. ცოტა რო ვაჩქარო. აი წეს ამ ხის უკარო დადგე ლოგიკურად. და თამაშს ამ ბევრი ლოგიკა აქვს, კი? ეს ხე დაგიცავს. შეიძლება დაგვარად. მაგრამ მეისრეების რეინჯი რო ვარ, ეგეც არ მომწონს. მაგრამ აშკარად ძალიან ყარიხი არის. ვაფშე ახლოს ვერ მივა. კი, როგორ ვერ მივა. და ჩამოყაროთ ბომბები. შვენიერი. სად გარბიხარ ბიჭო, ეგ არ შეიძლება. ამის დამოღებაც იცის ბოლოს. ჰარდზე რო თამაშობ AI-ზე, ხვდება რომ ტყვაზე აქ რაღაცას უყრი და შეიძლება გაიწიოს გვერდზე. ხან და ხან. მოდი ამას შევირთავ, ეს რა აქვს აქ აქტიურად? Marshall Parawes. Okay. მოდი კიდე აქ აი როგორც ხედავთ მაინც გადის გამოდის. ხვდება რომ პროგრესი ვერ განიცდიან და შეიძლება დაგვარად ცდილობენ რაღაცები შესვლას, მაგრამ ესე მარტივი არ არის. გონი 1-2 ჩამოყრაც და ერთი აქ რო ჩამოვიდო ერთი შუაში. ეს ხეთ ძალიან კაი ექსპლოიტია ახლა აღმოვაჩინე. ლოგისტიკურად რომ დავუფიქრდე. თამაშს ყველანაირი ის აქვს რა. გათვალისწინებული. რომ შუაში რო ხედგას ამ ხეს ვერ გაარტყა. ეს ვიცოდი ტყეში რო იქი იაში რთული იყო გარტყმა, მაგრამ ეს პატარა ხეებზე აქ ხო არ ვიმალებით და მაგონჩი. აქ მოდი ამას ჩამოვუდოთ და მგონი აქ არის აი ამათ უნდა ჩამოვუდოთ რო უფრო დაეკარგოთ გაწყობა. თორე ამ მომენტში ამათვის ლორდი არის ეს პატარა რაზმი. მაგრამ თუ მივწუდებით ეგაა საკითხავი. იმიტომ რომ თუ ვერ მივწუდით ხიდან უნდა გამოვიდეთ და ხიდან გამოსვლა არ მოწყობს. ამიტომ ჯერ სანამ დრო მაქვს მოდი ჩამოყაროთ და შვენიერი. რანაირი სახელი აქვს მლენდეი. უნდა გადავაკეთო რა. ხო, ეგეთი რაღაცაც აქვს ამ თამაშს შეგიძლია სახელები გადააკეთო ყველაფრის გარდა თავარი ლორდებისა. ანუ თავარი ლორდი რო ყავს ტირიონი, ფრაქციის ლიდერი მაგას ახს ვერ შეუცვლი, მაგრამ მლენდეი რო აწერია ადამიანს გონი იმსახურებს რა სახელი შეცვლას. აგერ რინეი და შეგვიძლია აი ქალი არის დავარქოთ რამე მაგალითად მადონა. შვენიერი. ამერიდან ამქოს გვია მადონა. ეს ამას უყენია, ამიტომ იყოს. აი ეს გვინდა ჩვენ პირველ რიგში, მაგრამ არა იყოს ეს მოდი. ამათაც გაუძლიერდა რაღაცეები და მოდი სიცოცხლის მომატება რა თქმა უნდა. შემდეგში ავდებ ამას და გავყვები იქით ამ ხარეს. გონი არმია ყავთ, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. შემდეგი არმია არ ყოლიათ, იმიტომ რომ ყოლოდათ ლორდს აღარ აიყვანნენ წესით, როგორც მახსოვს თამაშის ტექნიკა. კაი, აქ რაღაცები შეგვიძლია ხა აი ესეთი ივენთი მოხდა, შეგვიძლია ინფლუენსი ავიღოთ რაღაცების ხარჯზე. ხა public order-ის დაკლება ნამდვილად არ მაწყობს, მაგრამ leadership-ი
დიდად პრობლემას არ მიქმნის. Leadership-ი არის ბრძოლის განწყობა. ეხლა სიტყვაზე ამ კაცს უნდა ქონდა 79, მაგრამ 69 აქვს. და მგონი რაღაცაზე მეტყველებს ხო ესეც. უნდა ამერჩია ესე იგი. აი მე რო ხახოს მივიდე ეხლა. და ეს რო ამასთან ვაჩხუბო, რა სიძამს რო. უბრალოდ სანამ ამას იზამს, მოდი ამ კაცით შევამოწმებ წინ რა ხდება. რომ არ მახსოვს აქ იყო თუ არა არმია. ბიჭო, რაღაცა ჭირს ამ კაცს. შეტევოდი არ გადადის და რა ხდება ჩემო. არმია არ არის არმია. მაგრამ არიან ცხენები რას გვიზამენ ვერაფერს. კაი, ამის მოგებასაც შევეცდები რამენაირად. ეს იქნება ძალიან რაღაცნაირი ფაითი, იმიტომ რომ აქ არ დგას ასე ვთქვათ რა ჟანდაბა ეს კედელი ხო? ღია ბრძოლაზე უფრო თემა. კაი, ძალიან არ მომწონს ჩვენს ფირმენებს ყველაზე მეტი აკვდებათ და რა თემა. თამაში ტექნიკა ეგეთი რომ რასაც დაკლებული აქვს სიცოცხლე ავტორეზოლზე მარტო მაგას აკლებს სიცოცხლე სხვას არაფერს. კაი, ეს გავაძლიერეთ და არა მგონია ეს მოვიგოთ. მაგრამ ვცადოთ მოდი. თუ მოვიგებ ამას უეჭველი ლაიქი უნდა ჩაარტყათ და subscribe. კაი, როგორ ვაპირებ ამის მოგებას? ჩემი ტექნიკა იქნება რომ ბოლცროვერი დავმალო რა შეიძლება. და აი ესენი უნდა მოკლა რა. ამათ თუ მოკლავ რამენაირად მე უკვე მარტივი გახდება ყველაფერი. ბოლცროვერი კი არ უნდა დავმალო, უფრო შორს უნდა დავაყენო. აი დაახლოებით ასეთ ფლანგზე ამას გავუთიშა. და დიდი იმედი მაქვს, რომ ესენი შეტევაზე არ გადმოვლენ. პირველივე წამიდან. კაი, ეგ იმედი აღარ აქვს. არა asta. ოკეი. არა. მოიცა. ეხლა ორი წამი შევანელოთ. კაი, ჯერ ამათ ეს ჩაუგდოს მოდი. მიდი. Yes, კარგია. მშვენიერი. კაი, ეხლა ესენი შეტევაზე კი გადმოვლენ. მაგრამ მე რაღაცებს გავუსპამო, ხო? შეიძლება ისაგვარად. უკან უნდა დავხიო. შეიძლება მალე. დამოვწვა რომ ამ AI-ს შეიძლება ამის აცილება. თუმცა მე რო დავუდგა ხო? არა. კაი, თქვენ ესროლეთ მოდი სპირმენებს. ესე გაშლილად. აბა, შემოვუდგე ვაფშე. მოხდა ცოტა თუ მოხდა, მაგას რაჯობია. ჯერ ისევ წაგებაზე ვართ. მეტრიკას თუ დავაკვირდები. აქ რა ხდება? გონი კარგი ჩამოგდება იყო. კაი, თქვენ ეს უნდა მიატოვოთ და გადახვიდეთ ამათთან. შეტევაზე თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ კაი, თქვენ უნდა გამოხვიდეთ უეჭველზე უეჭველთან. უნდა გაიქცეთ დაჟე. სამწუხაროდ ამის მოგება მართლაც რომ შეუძლებელი აღმოჩნდა. შეგიძლიათ ლაიქს აღარ გიჯოთ, მაგრამ მეც გამიხარდებოდა რომ
ცდაბედის მონახევრიო ცადე მაინც. ოკეი, წავედი. გავიქეცი, მაგრამ სამაგიეროდ არ მომკვდარვართ, უბრალოდ კაი დემეიჯი შევასრულეთ. ძალიან სარისკო რაღაცა გავაკეთე, ეს ბოლტს როვი რომ მომკვდარიყო. თელ კამპანიას დიდი საფრთხის წინაშე ჩავაყენებდი. რატო ლუკა? აი ფენიქსიანი მასით რო ყოფილიყავი, მაგით მოვიგებდი, მაგრამ სამაგიეროდ ექსპერიენსი ავიღე, ჩავიჯიბე, ეხლა გავაძლიერებ აი მას და ნახეთ თუ არ მოვიყო შემდეგი ტურნზე. აქ შეუძლია უკვე სოფლის გაძლიერება, რატომაც არა, სოფლის შენებას რა უნდა. ნახოთ ახლა აქ ლორდს თუ ჩადგამენ. შენც არ მომიკვდეო, გასაგებია. აი ახლა მე რა მაწყობს რო არ მოგატყუოთ, არის რომ აი აქ ჩამოვიდე. აქედან გადასვლა არ მინდა, აი აქ ჩამოვა და შორს წავალ უფრო. ამ რაღაცას ავიღებ თან. ვერ ავიღებ. ეს არის ფაითი, რომელიც არ გვინდა. და უნდა ავიდეთ აი მხარეს. აი ჩვენ ტირიონი წამოვთ ასე. და აი ამის მოგებას კიდევ ერთხელ შევეცდები. вообще აზრი თუ აქვს. ძალიან სუდადიან რა ესენი, შანსი არა. ძალიან სუდადიან. თუ რამე უკან გავიქცევი რა, იმიტომ რომ ეს ლორდი შეიძლება წამოვიდეს. მომადგეს სახეზე დამახტეს. კაი თუ დავასრულოთ. ოპა. თქვენ გინდათ რომ ბრძოლაში ჩავება ვიღაცას და არა. არა. ბოდიში მეგობა რომ ჯერ არ მაწყობს. კაი ესენი გადმოვიდნენ ასე. მაგრამ მაგაზე პრობლემა არ მაქვს მე. ერთი კაცი კვდება ზემოთ. და მოდი დროის დაზოგვის მიზნით უბრალოდ, იმიტომ რომ ერთი კაცი დიდად არ ყვავნებს. თან სფირმენებია, სფირმენს ადვილად ავიყვან. ამ ძაღლს ახლა მომუნდა ყეფა გარეთ ეზოში, მედია ძალიან არის მის. ძალიან ჩაუდი საჭმელი ვაჭამე. კაი, ეს გავაძლიერეთ. და შენ კი წვდები აქ, მაგრამ აი ამათ რა აქვთ ეხლა ძალიან, აი იგივე თემა არის, იგივე სასწაულთან რთულია კი გეთახმები. აი ესე წამოვლენ, ეს აი აქ წამოვლენ. და შენ ერთი კაცი გაკლდა აქ, მოდი ჩავამატოთ ეს. აი აქ როგორც მახსოვს მოწიწებულად ეს გასაძლიერებელი მქონდა. და ამას გარდა მე აშენებული მაქვს აი ეს რაღაც. რაც საშუალებას მაძლევს რომ ავიყვანო ჰირო. და განახეთ რა არის ჰირო ეხლა. ეს არ გვინდა public orders გვაკლებს არა. კაი იყოს ეს. და მოდი ლორდში არ შევიყვან მაინც და მაინც. კაი აქ მისია შევასრულეთ თან და successful action. აი ეს მე შეგვიძლია ჩაწამოვიყავთ ახლა აქ დამხარე, სადაც კიდე ელფები არიან, მოვაპოროტი ელფები უფრო. და რაღაცა ექშენებს აკეთებს, რა სიტუაცია აქ რომ მივიყვანო, შეუძლია ინფლუენსი მოიპაროს. და ინფლუენსი როგორც მოგეხსენება ძალიან კარგი რაღაცაა. აი მათ შეიძლება დავახარჯო რამდენიმე ინფლუენსი. კაი, აქ შეგვიძლია აი ეს გავაძლიეროთ. და აი ეხლა ვარიანტს განახებთ როგორ მოქმედებს. აი მას დავაწვევი უბრალოდ და უფრო მოგვემატება +20 diplomatic relation. დიპლომატიური ურთიერთობა +20. რაც შეეხება ამ მხარეს, ამათი მოკვლა მინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ესენი კაი მასტები არიან, შეუძლია ამათთან ურთიერთობას რაღაც დონეზე მოიცა? არა, ეს არ არის. ხო, შეუძლია ურთიერთობა, მაინც მირჩევნია რომ მოკლა, იმიტომ რომ უფრო მარტივია ეს გზა. კიდევ ერთი ივენთი, მოდი დავხარჯავ ცოტა ფულს, არაა პრობლემა, ინფლუენსის სანაცვლოდ და ემად შევუდე. ავტოზე გავუშვებ. ეხლა უნდა დარეკვა. კაი, არა უშავს, მოდი აქ იყოს ანუ ეს რო აურჩევდიაში კაი რაღაცა არის, იმიტომ რომ მომიმატებს იმ sphere menu-ზე სიცოცხლეს, მაგრამ სამაგიეროდ public orders ვიკლებთ საკმაოდ და არ მოწყობს. ეს დავანგრიოთ და ესეთ ეს გავიხსნა, ხო? აი, ჩემო მეგობარო, ხა შენ რო აქეთ მიილტვი და ამის აღება გინდა, მეც მინდა ამის აღება და შენ არ მაწყობს რომ გაძლიერდი. ამიტომ ეს კაცი მაქსიმალურად აქ წამოღვა და შემდეგ ჯერზე აიღებს თელ რაღაცას და ეს კაცი აიღებს აი მას და კი მინდა რომ ბრძოლაში ჩავება, ოღონდ აი მათ შევთავაზებ რომ დაგეხმარებით ხუაზე ხარ ბიჭებო. იმიტომ რომ იდეაში წეღან რაღაცებზე ვერ დავეხმარეთ და ხელი ვერ წავუკარეთ. აი მათთან ბაზარი არა, ბრძოლაში ჩაგებნევი და military alliance ძალიან კაი რაღაცაა ეს. military alliance ნიშნავს რომ ვისთანაც ბრძოლაში რომ ჩავებათ, ესენი იმენა დაბრუნზე არიან, ბაზარი არაო, ბრძოლა კი არა, სიცხლის ბოლო წუთამდეო. ამათანაც უკვე defensive alliance გავიფორმეთ. იდეაში military შემიძლია მგონი ივრისთან. ივრისი ძალიან მაგარი ფრაქცია, რო არ მოგატყუოთ, მაგასაც გავვილი. მაგრამ აი ახლა ჩემო კარგო, აი ამას მიავიღებ რა. თან ბიჭებს exploits ვანახებ როგორ უნდა აქ. ავტოზე შემიძლია, მაგრამ კვდება ვინმე? არავინ არ კვდება. მაშინ გავუშვებ ავტოზე. იმიტომ რომ ამას უკვე ჰილი აქვს, შემიძლია ახალი ბრძოლა რო დაიწყება, ხაჯერ გავხილო და მოდი ბარე. ავტოზე თუ არა ჯობია. და აქ ვაძლიერებთ აი მას, იმიტომ რომ ნებისმიერ abilities თუ გამოვიყენებთ, თვითონაც ემატება სიცოცხლე. ამას უძლიერებთ. აც უკვე ამ რაღაცას და აქეთ რა ხდება მეგობარო? შენ ახლოს ხარ, ხო? კიდევ ერთი ძალიან კაი რაღაცა უნდა მოგახსენოთ ოღონდ. რაც შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არა. გააჩნია ახლა როგორ მოვიქცევთ. ესენი არ გჭირდებიან. აი ახლა ამ ხალხს აქვთ მარტო ერთი კაპიტალი რა და ამას თუ ავიღებ, მე შემიძლია ეგრევე კონფედერაცია გავაფორმო, ანუ შემოვიერთო რა ამათი არმიები. ამიტომ ამათთან ჭხუბი აღარ მომიწევს, მაგრამ ამათ რო შემოვიერთებ, ავტომატურად ყველა ელფი ჩვენ დაგუწყებს რეტყად ყურებას რა რომ რა პონჩი გააკეთე ეს ბიჭო. ხო და ხან მაწყობს თან მაწყობს თან არა რა. იმიტომ რომ რო არ გავაკეთო მე ამათთან ცალკე ჭხუბი მომიწევს. და ეხლა ძალიან კაი ვარიანტია რომ უცებ ბრძოლა სიკვდილამდე. თქვენი დახმარება არ მინდა მეგობრებო. ან მოგ შეიძლება ესენი ან დაიხმარო, ან არ დაიხმარო რა. და ამათ ცალკე რაღაცა ყავთ შიგნით.
აქ ეხლა როგორ ხდება, რო აგიხსნათ. ძალიან რთული არის ამათი მოკლა, A1, 2, 3 კაცი. 3 კაცის მოკლა არის რთული. მაგრამ გვაქვს bolt thrower-ი, ამიტომ ესეც რაღაცაში გვეხმარება. ანუ single entity-s ერთ კაცი ვინც არის, აი ამას მოკლავს მარტივად, მაგრამ ამ ლორდებს არ ვიცი, ეს რისი ლორდია რო ნახოთ ან ეს კაი რაღაცაა, მაგრამ ეხლა არ დაეხმარებათ. მოდი ჩვენ ვცადოთ. და თუ მოვიგებ like-ი უეჭველი უნდა გლიჯოთ რა. აი პატარა გამოწეულს ხედავ mapზე. აი ის უკარო დავიმალო. კამპეტივით იქნება ჩემი ბრძოლა? არ ვიცი. ნუ ის სიტუაცია თუ მოვიგებ უეჭველი like-ს ვურტყავთ რა. სტრატეგიულად ეს აქ დავაყენო და ეს აქ დავაყენო. დავიწყოთ. ანუ ამას იმიტომ ვაყენებ ჭრილში, რომ ესენი რო ვერ ხედავენ, მოდიან ლორდის ხარეს და. ნახეთ. ოპა, აქ რაღაცა დავიჭირე უკვე. ჩვენიერი. ეგ რო ჩამოუყარო ხა აემოთ. ეს ურტყავს ამას კი ესვრიან, მაგრამ აშკარა რო არ ხდება. ისე ამას ჩამოუყარე რაღაცეები, ბიმ პამ პუმ. აჰა, ეს აღარ აქვს უკვე ჩათვალე. ეხლა ამას ჩამოვუყრი. კიდე ამას ჩამოვუყრი. და პლუს ეს. ანუ ის კი გამოვიდა ლორდი აქედან, მაგრამ აქ აღარავინ აღარ დგას, ამიტომ შეგვიძლია რაღაცები გავაკეთოთ. ესენი თუ აქ გადმოდიან, ბოდიში მეგობრებო უგა უნდა დაბრუნდე. თორე ყველაფერი რაღაცას აკეთებს აქ. 10 კაცია დარჩენილი, აბა მიდი 1 კაცი. და აი ეს 1 კაცი, ეს ჩათლახი აქ რო დგას. მაგათ გამო მე ხა აქ ვერაფერს ვერ ვაკეთებ და უნდა დავხარჯო, თუ არ დავხარჯო. თუ მოკვდა ეგეც საკითხავია, ხა მას უხარჯავ, კი? კიდევ კაი. ანუ ელფებს ზოგადად ლიდერშიპი ძალიან კარგი აქვთ. ძალიან შურს, მაგრამ ჩვენს გვაქვს კაი ლიდერშიპი, ჩვენც ელფები ვართ. ეხლა აქ რო 1 კაცია ამაში, 4 კაცი, ოკეი. ჩამოუყარე, ყველა მოკვდა, ოკეი. აქ რამდენი არის რჩენილი? 10 კაცი. ეს ჩავირთო. კარგი, ეხლა შეგვიძლია პირდაპირ შეტევაზე წინ. აქეთ გამოვიწიო ცოტა. და როგორც მოგეხსენებათ, აი მას ვერ მოყავთ, ეხლა რამდენიც არ უნდა ვუყაროთ, მაგრამ შეგვიძლია აი ცოტა დავასუსტოთ ესენი მგონი. დავასუსტოთ კი არა. გაუნგრიეთ თავმა. ანუ ეს 2 რომ მოკლათ და პლუს აი ეგ კიდე რაღაცეები არიან. არ ვიცი. მოიცა 2 წამი, ეს ღირს რამდენი? 5. 5 ჩამოვუგდე მაგ. 1 რომ ჩამოვუგდო, 2, 3 და 4, 5 რომ ამათ ჩამოვუგდო. ხო რა, просто არ უნდა აიცილონ არანაირ შემთხვევაში. ანუ მხედრებმა უფრო იციან რა, აქეთ იქით მოძრაო, ბახშენ მო. აი აქ მოვიმატე რაღაცები უფრო. კაი, მხედრებმა იციან როგორც ნახეთ, აცილება. ანუ პირველად რომ ჩამოვუგდებ, არაფერი და მეორე რომ ჩამოვუგდებ, უკვე შენ მე ის ხო არ გონიყარო. მაგრამ ესენი ისინი დადიან, რომ ესენი ვერ აიცელებენ. აჰა. ეს დაინგრა თუ ვერ დაინგრა? არ ვიცი. ერთიც? კაი. ამათ გვეყოფა და აი ხა ისინი უნდა გამოუშვოთ აქ. აი მას მოკლავს bolt thrower-ი. ესენი აიცილებენ კიდე მე რო ვიცი და ამათ ხო არ ჩამოუგდოთ, ხო ხა ფიქრობ.
რამდენი კაცი აქვს ერთი თუ არის ფუშში. და ეს ერთი კაცი არ გარბის, იმიტომ რომ ძალიან მოხოდილია რა. მაგაც ერთი კაცია მგონი, არა 4 კაცი. აუ არ გაიქცეთ. შვენიერი. ჩვენი ბოლ თროუერი უკვე ადგილზე არის, აქედან სროულობს. აი ეს რომ მოკვდეს ახლა წესით. რაღაცა იქნება. მოდი, აი ამათ ჩამოვუგდოთ ახლა. ურა კაია. მომეწონა. და კიდე ერთი ჩამოვუგდეთ, მოგხსოვოთ, ეს უნდა ჩამოვუგდოთ, აი ძალიან მერე. ეს რა არის 4, 5, აი 9-მდე რო ავუდეს, ეს ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ არა. ჰეი, ხა ძმა, თქვენ ძალიან აცლეთ აქ. აი ეგრე მომეწონა. ერთიც ეს რომ მოკლეს წესით 2 კაცი რჩება უკვე. აი ამათი ჩამოუყრი რაღაცეებს და არა იცილოთ ახლა. ეგ არის. ესენი უკვე გაიქცევიან და მოვიგეთ. აი ეს ხდება მეგობრებო, ექსპლოიტები. დაკარგეს ლიდერშიპი. დაკარგეს ყველაფერი. ას 35 კაცი და ამან 0-ია, მაგრამ ამან ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთა, რომ იმარწივს საკაიფო თულქაფუნა. Force Confederation. აი ეს არის ჩემო მეგობრებო, თან ცოტა გვემატება სიცოცხლე. და ერთადერთი გზაა მართლა რა, რომ გავაკეთოთ. ორი ძამი. ანუ Force Confederation-ს აწვევი, მაგრამ დალში არმია რო ყავდეთ, ეგენი არ გეთვლება? ოკეი. ეს კაი რაღაცაა, მაგრამ არ გვინდა. მოიცი ახლა მე რო Confederation გავაფორმე, ხო ნახე, ძალიან დამაკლდა ესენი. შენი. არასწორო. არ უნდა მექნა ესე იგი ეგ. აი თქმა რომ ალიანსი შექმნა და ბრძოლაში რო ჩაგებათ ვიღაცებთან აღარ უკვე ხო. Короче, ეს reliability დაგვივარდა ეხლა რომ Confederation დავაფორსეთ და ამით ძალიან ბევრი რომ მოვიგეთ. მაგრამ არა უშავს. კაი, ეხლა აქ მე დავიწყე ამის მშენებლობას, კი. და აქ უკვე გვინდოდა ეს და ამას ვერ ვაშენებთ შვენიერი. მაინც თავარ კაპიტალში კარგი იქნება თუ იდგმება კედლები. კარგი. ეხლა აქ ერთადერთი ენიმი მყავს, რომელსაც მარტივად მოვუყოთ ბოლოს. და ამ ყველაფერს გავაკეთებ შემდეგ ეპიზოდში, აქ სხვა ელფებიც გამოჩნდა. ხო, რავი, ამ შემდეგ ეპიზოდში უეჭველი ბნელი ელფები უნდა მოვკლათ, დაჟე იმ პატარა ლორდებით მოვუღებ მაგათ ბოლოს და ტირიონი უნდა გავაგზავნო სამი სხვაგან. მაგას მოვიფიქრებ აუცილებლად. აქ მანამდე მოდი ავიღოთ Happy Populace, იმიტომ არა. ასავიღებ ინფლუენსი გვინდა რა, არ გვინდა, ვერ დავხარჯავთ ესე ჰაერზე. ხო რა და ეგ არის, ანუ ეს თლიანი ნაკადი უნდა მოვთელოთ და აი იქ რომ მივალ, აქედან გადავალ უკვე ვაფშე ბნელი ელფებთან. აი ეს არის მთელი ტერიტორია ბნელი ელფები. აი იქ მთელი ტერიტორია არის ძირითადად ლიზარდმენები, ხოჭოები, ხვლიკები. აქაც ხვლიკები არიან, აი ამ ტერიტორიაზე ცოტა ვირთხები აქ არიან, ზემოთაც აქ ცოტა ვირთხები არიან, მაგრამ არა უშავს. ეს ძირითადად არის კაცების და იმათი რა ქვია. პუშენი. ჩონჩხები, ხო, ჩონჩხები.
კაცო ჩონჩხი და გაუწევ მაგის დედაოდი. და რა ვიცი, მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, იმენა ძალიან გიჟობები მოხდება.